მოვისმინეთ გირჩისგან, თუმცა მანამდე მინდა მოგილოცოთ ახალი პოზიცია, უკვე თქვენი პირველი დეპუტატობა იქნება და მინდა გისურვოთ წარმატებული საქმიანობა მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე ხდებით თქვენ და ძალიან ბევრი რამ იქნება თქვენს პოზიციაზეც ალბათ დამოკიდებული. მითხარით თუ შეიძლება თქვენი პასუხი როგორი იქნება გირჩის მიმართ, თუ ახალი წლის პირველი წუთებისთვის არ იქნება მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული, პოლიტიკური გაერთიანება გირჩის საყოველთაო სახალხო თესვას იწყებს მარიხუანის. რა სიტყვით ქალბატონო სოფო, როგორი არის თქვენი პოზიცია? მოგესალმებით ინკა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობა მოლოცვისათვის, დიდი მადლობა ასევე ეთერში მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. გირჩს რაც შეეხება ამ კონკრეტულ მათ განცხადებას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმებით. პირველ ყოვლისა ვიტყვი, რომ ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა განაცხადი ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვემხრობით კონკრეტული სასჯელის ლიბერალიზაციას მსუბუქ ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მარიხუანაზე არის საუბარი. დანარჩენს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები, კონკრეტულად გირჩის შემთხვევაში, ისინი უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ, იმიტომ რომ ის აქცია, რაც დაანონსეს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოპულარიზაცია მარიხუანის მოხმარების და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი. ხოლო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კონკრეტული გადაწყვეტილება ლიბერალიზაციასთან მიმართებით ამაზე უკვე მოგახსენეთ და ეს არის ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ვერ დაეთანხმებით გირჩს ქალბატონო სოფო და ეს არისო მათი მხრიდან პოპულარიზაცია. მე მაინტერესებს რა სიტყვით ამ შემთხვევაში უკვე როგორც საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, თუ ისინი ამ აქციას ჩაატარებენ, უნდა მოხდეს მაშინ მათი დაპატიმრება. მოდით მე საუბრეთ კანონის ენით, თქვენ გადასარევად იცით ეს ენა და მე მაინტერესებს, როგორ უნდა იმოქმედოს მაშინ სახელმწიფომ, თუ ჩვენ ამ აქციის მომსწრენი გავხდებით ყველანი. რაელით მათ ციხე? სახელმწიფომ რა თქმა უნდა, ყოველ ეჭვს გარეშე არის, რომ უნდა იმოქმედოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ეს არის სწორედ სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივა და მე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ეს უნდა მივანდოთ შესაბამის ორგანოებს და ისინი დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. თუმცა მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედება ამ შემთხვევაში არ დასჭირდება საერთოდ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თვითონ გირჩი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება და იმედი მაქვს, რომ ისინი თავში იკავებენ მსგავსი მოქმედებები. ორი კითხვა მინდა კიდევ ამ თემაზე რომ დაგისვათ, მე სხვა კითხვები მექნება თქვენთან. აი ვახტანგ მეგრელიშვილმა დააკონკრეტა თუ ადრე ჩვენ ვითხოვდით დეკრიმინალიზაციას, ეხლა ვითხოვთ ლეგალიზაციას. ქართული ოცნების პასუხი ეხლა რომ მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში როგორია? გიავოლსკი მაგალითად იხუმრა გირჩი ჩვენს დაბოლებას ცდილობსო და ხუმრობის იქით რომ მოვისმინოთ მათ ამ ინიციატივას რა ბედიელის. ამაზე ინგა მოგახსენეთ პასუხი, კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ კონკრეტულ ინიციატივას თუ განახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოები, კანონის საფუძველზე იქნებიან ვალდებულები შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. თვითონ ამ ღონისძიებებს კანონის ფარგლებში თვითონ სამართალდამცავი ორგანოები გადაწყვეტენ. ქალბატონო სოფო, ერთი უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ, ამას ბუნებრივად კითხავდით ისედაც. თქვენ როდესმე თუ გაგისინჯავთ მარიხუანა? საინტერესოა ესეც. არა მე არასდროს არ გამისინჯა, არასდროს არ გამისინჯა. და ისე ადეკვატურად მიგაჩნიათ დაუშვათ 6-12 წლამდე პატიმრობა, მაგალითად იგივე მარიხუანის მოყვანისთვის. ჩვენ არაერთი ტრაგიკული ფაქტი ვიცით, წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი არის წასული ციხეში მარიხუანას გამო. სულ მინიმალური რაოდენობიდან დაწყებული, ნუ დიდი რაოდენობით ცოტა ხნის წინ იყო, მე და თქვენ გვისაუბრია ამაზე პირდაპირ ეთერში, დემურსტურვას ტრაგიკული თვითმკვლელობა, ტრაგიკული
ფაქტი, რომელშიც წერილში აღმოჩნდა, რომ იყო დაწერილი, რომ თანასოფლელების ბჭყალებში ჩავსვა თუ შეიძლება ჩაშვებას მოითხოვდა მისგან პოლიცია, ვის მოყავდა მარიხუანა და ასე შემდეგ. ეს ადეკვატური სასჯელია, რასაც კანონი ითვალისწინებს მაგალითად მარიხუანის მოყვანისთვის? მოგახსენებთ, ინგა, ჩვენ ზოგადად 2012 წლის მერე ძალიან აქტიური მუშაობა დავიწყეთ ნარკოპოლიტიკის გახუმანურებისთვის. ბევრი მიმართულება გაუმჯობესდა, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები. ერთ-ერთ სიტყვი მაგალითად გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავმიჯნეთ, თქვათ, გასაღება იგივე სხვა დელიქტებისაგან, რაც ასევე აუცილებლად გასაკეთებელი იყო და ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა. თქვათ, ჩვენ ზედოზირების შემთხვევაში გავაუქმეთ ის ვალდებულება, რომელიც კონკრეტულად ექიმს აკისრებდა მოვალეობას, რომ პოლიციისათვის შეტყობინება გაეკეთებინა, თქვათ, ზედოზირების შემთხვევებთან დაკავშირებით და უამრავი სხვა მიმართულება, რამაც გაცილებით უფრო გაახუმანურა ნარკოპოლიტიკა, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები ნარკო ვითარების, ასე ვთქვათ, უпростоრად ამ კუთხით დადებითი ნაბიჯები შესამჩნევი არის, თუმცა რა თქმა უნდა ეს საბოლოოდ საკმარისი არ არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ გარკვეული გამოწვევები გვრჩება და სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი აუცილებლად ნარკოპოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებაზე აუცილებლად იმუშავებს და ეს მოხდება უახლოეს მომავალში. და კიდევ ერთი გია ჯაფარიძემ წეღან Facebook-ზე ასეთი კომენტარი დატოვა, იგიც სწორედ გიჯს წარმოადგენს, პოლიტოლოგი, ექსპერტი. სოფო კილაძე კომიტეტზე აცხადებდა ხოლმე, რომ მარიხუანის მომხმარებელი არის კრიმინალი. შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ ახლა? ინგა, გირჩმა უამრავი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით და ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. კარგით, ქავატონო სოფო, მე მაინტერესებს თქვენი გეგმები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია ამ ქვეყანაში. თქვენი გეგმები როგორია და როგორ მოხდა თქვენთვის შემოთავაზება ამ პოზიციის? მანანა კობახიძე როცა ვერ დაითანხმეს, შემდეგ გადაწყდა თუ მანამდეც პარალელურ რეჟიმში თქვენ გქონდათ ეს შემოთავაზება? ინგა, სწორს ბრძანებთ, ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის და ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სწორედ აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის სწორედ უხელმძღვანელო იმ კომიტეტს, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, გამსაზღვრელი ქვეყანაში. ამიტომ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ის დიდი მიღწევები, რომლებიც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში იქნა მიღწეული, იგივე ადამიანის უფლებების მიმართულებით განსაკუთრებით აღნიშნავდი, რომ ჩვენ 2012 წლამდე ყველას ძალიან კარგად მოგვახსენება რეჟიმის პირობებში გვიწევდა ცხოვრება, სადაც ხდებოდა ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა. და ეს ხდებოდა სისტემურად და ეს იყო სისტემური დანაშაული, ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე 2012 წლის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ქართული ხალხის გადაწყვეტილება, ქართული საზოგადოების ნება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გქონოდა ჩვენ და გვაქვს კიდეც ჰუმანური ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ეს განახორციელა ქართული საზოგადოების ეს დაკვეთა განახორციელა სწორედ ქართულმა ოცნებამ. და ეს იყო პოლიტიკური ნება, ეს იყო ხალხის ნება და ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა სინთეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება მასობრივად ადამიანის უფლებების ხელყოფა, პირველ ყოვლისა ასევე აღნიშნავდი ადამიანის ღირსებას. ღირსება, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი წინა ხელისუფლების დროს და რომელიც დღესდღეობით არის დაცული და სახელმწიფო არ არის ძალადობის იარაღით, სახელმწიფო არ აღიქვავს ადამიანებს როგორც მიზნის მიღწევის ობიექტს. აი, 2 დღის წინ შეგეკამათებით მაგალითად ის მაღალი სტანდარტი. თბილისის უკაცრავად ქუთაისის აეროპორტში, აი სუცხელ ამბავზე შეგეკამათებით, მაშინ ადამიანის უფლებების დარღვევა არ ხდება, თან რაღაცნაირად ჩვენი თემის კონტექსტში ჯდება. მაგალითად 2 დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თითქმის 8 საათი ყავდა დაკავებულებს არ ეძახიან
არიან გაჩერებულებიო, მაგრამ სრულიად გამოკვლევები და ჭხრეკა ჩაუტარეს 6 ახალგაზრდა ქალს. ეს თქვენ არ მიგაჩნიათ კანონის და უკაცრავად მათი უფლებების დარღვევად და იგივე კანონის დარღვევა და როცა ამბობთ რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა რომ ადამიანების ღირსება დღეს არის დაცული, მე მინდა შეგახსენოთ რომ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ამომრჩევლის, რომელიც 2012-ში უჭერდა ოცნებას მხარს და რომელიც დღეს იმ რაოდენობით აღარ წავიდა არჩევნებზე ან დაუშვათ სხვას მისცა ხმა, მაგალითად პატრიოტთა ალიანსს, იყო პრეტენზია რომ ვერ აღადგინა მათთვის სამართლიანობა ქართულმა ოცნებამ და რომ ოცნებამ ეს მთავარი დაპირება არ შეასრულა. რა სიტყვით ამაზე? ინგა რამდენიმე თემა წამოწია და შევეცდები თანმიმდევრულად უპასუხო ყველა მათგანს. რაც შეეხება სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა თქმა უნდა, მე კონკრეტული საქმის დეტალებს სამწუხაროდ არ ვიცნობ, მაგრამ საპოლიციო საქმიანობაში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გარკვეულ რაღაც ასე ვთქვათ, სრულ შეტყობინებებს აქვს ადგილი და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, პოლიციას იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი საერთოდ უდანაშაულო არის და პოლიციამ რაღაც გარკვეული ღონისძიება განახორციელა მის მიმართ. მე როდესაც საუბრობდი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ აქვს ადგილი საქართველოში, მე გულისხმობდი სწორედაც და თქვი კიდეც პირდაპირ, რომ მასობრივ დარღვევებს არ აქვს ადგილი და არ აქვს დარღვევას ადგილი იმ კუთხით, რომ სახელმწიფო არ არის ძალადობის მანქანა. არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთი ხელისუფლება არ არის დაზღვეული იმისგან, რომ სადღაც კონკრეტული რაღაც დანაშაული მოხდეს. მე არ გულისხმობ ამ სპეცოპერაციის შემთხვევას, ზოგადად ვსაუბრობ. სწორედ ამისთვის არსებობს ნებისმიერ განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო კონკრეტული სტრუქტურები, რომელთა პრეროგატივა არის კონკრეტულ დანაშაულზე რეაგირება, განაჩენის გამოტანა და სხვა. ამისგან არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ხელისუფალი არ არის დაცული. მთავარი არის ხელისუფლება თვითონ არ იყოს ძალადობის და ბოროტების იარაღი და ჩვენ ხელისუფლებაზე ამას ნამდვილად ვერავინ ვერ იტყვის. მე ვფიქრობ, ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ამას ვერ იტყვის და მე მართლაც ვამაყობ იმით, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ესეთი ძალიან მაღალი სტანდარტი შესთავაზა საზოგადოებას და ამ კუთხით ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ კიდე და ძალიან კიდე უფრო მაღალ სტანდარტს დავნერგავთ მომდევნო მოწვევის პარლამენტში. მთავარი არის, რომ ადამიანის უფლებები მასობრივად არ ირღვევა, სახელმწიფო თავად არ არის ძალადობის იარაღი და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მოგვანიჭა ჩვენმა საზოგადოებამ ასეთი ძალიან მაღალი მანდატი, ესეთი მაღალი ლეგიტიმაცია, რომ ქართული ოცნება დღესდღეობით საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში და ეს შემთხვევით ნამდვილად არ მომხდარა, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ არჩევნებმა ჩაიარა ძალიან შვიდ გარემოში და ეს არჩევნები იყო ნამდვილად ლეგიტიმური და ეს არჩევნები ნამდვილად გამოხატავდა ჩვენი ქართული საზოგადოების ნებას სურვილს. აი ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობ და მე მინდა შეგახსენოთ მაგალითად ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი გეგმა, რომელიც აქვს თქვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელიც შეიძლება ხვალდაზე გარდადგეს, მაგრამ თქვენი პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში, ეს პერიოდში ყველა შემთხვევაში დადგება. არ არის ადამიანის კონსტიტუციური უფლების წართმევა, ადამიანის კონსტიტუციური უფლების შელახვა, ის წესი, რომლის შეცვლასაც აპირებთ კონსტიტუციის დონეზე, ასევე თქვენი გუნდი, გულისხმობ პრეზიდენტის არჩევას. აი ჯერ თქვენს გეგმებზე როცა ვლაპარაკობთ, უკვე ცხადლივ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს არის ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის კონსტიტუციური უფლების შელახვა ან სხვა ნებისმიერი ადამიანის. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენთან ამის შესახებ გუნდში იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს უნდა განვიხილოთ ალბათ უფრო საერთო საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში და საკონსტიტუციო რეფორმაზე როცა არის საუბარი, ძალიან ბევრ მიმართულებაზე იქნება საუბარი და როდესაც გუნდი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორედ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალებში ვისაუბროთ დადებით და უარყოფით შედეგებზე აი ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. მადლობა სოფო, წარმატება მინდა გისურვოთ, უკვე ალბათ შემდეგ ეთერში ჩვენ შევხვდებით როგორც ოფიციალურად დანიშნული არჩეული კომიტეტის თავმჯდომარე და წამყვანი. მე წარმატებას გისურვებ და